როგორ აშენებდნენ პერსონალურ ბრენდს ლეგენდები. მე ვარ თამთა ბაინდურაშვილი, პერსონალური ბრენდის მენტორი და დღეს გესაუბრები კლეოპატრაზე, როგორც პერსონალურ ბრენდზე, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ თეატრალიზებული ლიდერი. კლეოპატრა მეშვიდე არ ყოფილა მხოლოდ ეგვიპტის ფარაონი, ის იყო ლიდერი, რომელიც თავად აყალიბებდა იმიჯს, როგორც ღვთაებრივი და შეუცვლელი პიროვნების. რა იყო მისი მთავარი ღერძი? ეს იყო ძალაუფლება და სილამაზე. კლეოპატრა იყო ერთ-ერთი ქალი მმართველი, რომელმაც თავისი ინტელექტი და ძალაუფლება პოლიტიკური ძალის ინსტრუმენტად აქცია. მისი ბრენდი ეფუძნებოდა იდეას, ქალი, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოს მართვა და იმპერიების ბედის შეცვლა. კლეოპატრა პოზიციონირებდა როგორც ეგვიპტის კანონიერი და ძლიერი ფარაონი და არა როგორც სუსტი დამატებითი ფიგურა. ხოლო დასავლეთ სამყაროში ის პოზიციონირებდა როგორც სილამაზის, სიმდიდრის და ეგზოტიკის სიმბოლო. იგი ქმნიდა ისეთ სურათს, რომ ტოლს არ უდებდა რომის იმპერატორს. მისი ბრენდის ატრიბუტები იყო გარეგნობა, მაკიაჟი, თვალის მოხატვა, ფუფუნების საგნები, კანის ამოსი, სუნამოები და არომატი. ის თვლიდა, რომ მის სურნელს ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებდა. ლეგენდარული ნავი, როდესაც მის საყვარელს მარკოს ანტონიოს უნდა შეხვედრო და მან გამოიყენა ძვირფასეულობით მორთული და არომატებით სავსე ნავი. ეს იყო მისი ბრენდის ეფექტი და სცენარიზაცია. ვინო, ოქრო და ფუფუნება. მისი ბრენდის განუყოფელი ნაწილი იყო მდიდრული ცხოვრების დემონსტრაცია. კლეოპატრას როგორც პერსონალური ბრენდის სტრატეგიები ასეთი იყო. საუკუნის კოლაბორაციები რომის უდიდეს ფიგურებთან, იულიუს კეისართან და მარკუს ანტონიუსთან. ასევე სპექტაკლი პუბლიკაში. მისი ყოველი გამოჩენა იყო დადგმული და თეატრალიზებული. მას ძალიან კარგად ესმოდა იმიჯის ძალა. და ასევე მისი სტრატეგია იყო ქალის ავტორიტეტის შექმნა კაცების სამყაროში. კლეოპატრა თავისი პერსონალური ბრენდით აჩვენებდა, რომ ქალი შეიძლება იყოს სტრატეგი, დიპლომატი და ლიდერი. კლეოპატრას როგორც პერსონალური ბრენდის სუსტი მხარეები. ლეგენდა. მისი ლეგენდა მეტწილად სილამაზესა და რომანტიკულ ურთიერთობებს დაეყრდნო, რის გამოც ჩრდილი მიადგა მას როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს. და საბოლოოდ, მისი სიკვდილი, გველის ნაკბენი იყო ბოლო და უდიდესი სპექტაკლი. კლეოპატრას ბრენდის მემკვიდრეობა. კლეოპატრა დღემდე არის ქალის სილამაზის, ძალაუფლებისა და კრეატიული დადგმების სიმბოლო. მის სახელს უკავშირდება სიტყვები: ქალის შარმი, სილამაზე, სექსუალურობა, ფუფუნება და პოლიტიკური თამაშები. ის ერთ-ერთი პირველი ისტორიული მაგალითია, როცა პერსონალური ბრენდი და სახელმწიფოსა და ერის ბრენდი ერთმანეთთან გაიგივებულია. რა შეიძლება ვისწავლოთ მისგან? ადამიანის ყოველი ნაბიჯი და ყოველი გამოჩენა არის მისი ბრენდის ნაწილი. ასევე სიმბოლიკა და ვიზუალი ქმნის შთაბეჭდილებებს. ხოლო სწორი კოლაბორაციები ზრდის გავლენას და პარტნიორობა ძლიერ ადამიანებთან აძლიერებს ავტორიტეტს. ვსწავლობთ, რომ ინტელექტი და უნარები ყველაზე მეტია და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი. ლეგენდა უფრო დიდხანს ცხოვრობს ვიდრე პოლიტიკა და კარგად გააქტიურებული პერსონალური ბრენდი ქმნის ისტორიას. არ დაგავიწყდეს, მოიწონე და გაუზიარე ვიდეო მეგობრებს, ჩვენ კი შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.